ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ერთი წამით გაჩერდივა ჩემთან. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ კომპოსტზე. ანუ კომპოსტიც ხომ მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ მომავალი სეზონისთვის ჩვენ გვჭირდება ნაყოფიერი, ასე ვთქვათ, სასუქი ენერგიებისთვის, ჩითილებისთვის. მე მთელი ზაფხული აი ამ ბაქში ვაგროვებდი სცენარიულ ნარჩენებს, ეს იქნებოდა მოცელილი ბალახი, თივა, ვთქვათ, მიწის ფენა, სამზარეულოს ნარჩენები, ოღონდ რა თქმა უნდა თერმულად დამუშავებულის გარეშე, ანუ რო გავწვრით რაღაცას ცოცხლად, მეთანხმები, ხო და აი ხელი გავიზიარი. და ამაში ვაგროვებდი. ეხლა მოდით ვნახოთ რა ხდება აქ. ჩამოვაჭყიდე. მოკლედ აი აქ რაც ვიპოვეთ, ყველაფერი ჩავყარე და ნესმა გადაწყვიტა ამოსვლა აქ. მაგრამ აი ესე უშნოდ გამოიყურება, ეხლა ამას ავჩეჩა. მაგრამ მე მინდოდა მეჩვენებინა, თქვათ, როგორ მოქმედებს. აჩვენებ? აი, ნახეთ. აი, ნახეთ როგორ მუშაობს. ამას პერიოდულად ვატრიალებდი, რა თქმა უნდა. ეხლაც გადავატრიალებ კიდევ და მორწყვა სჭირდება, აი უკვე გამომშრალი არის. ახლა რა ხდება? მოკლედ, ამაში ყველაფერს ვაგროვებდი, მაგრამ ხომ არის რომ შეყვება ფიტოფტოროზიანი ფოთლის ნარჩენი ან რაღაცა კი ვასუფთავებდი ბოსტანს, მაგრამ მაინც შესაძლებელია რომ შეყოლოდა სხვადასხვა მავნებელი და ვთქვათ ესეთი დაავადებები და რაღაცები. იმისთვის რომ მე ვთქვათ ეს დავიცვა, გარდა იმისა რომ თვითონაც კომპოსტი, როდესაც გროვდება, შიგნით ტემპერატურა წარმოიქმნება 70 გრადუსამდე შუაგულში და ვთქვათ ეს პათოგენები და რაღაცები ყდება, მაგრამ მაინც რომ დავიცვა, ვთქვათ, თავი, მე მინდა გავაკეთო, უბრალოდ გაკეთებული მაქვს, მინდა თქვენ გაჩვენოთ. ძალიან კარგია ფიტოფტოროზისთვის და აი ვირუსული დაავადებებისთვის თივის ჭხირი. თივის ჭხირი კეთდება როგორ? 1 კილო თივას ასხავთ წყალს 3 დღე აჩერებთ. და აი უკვე ეგ წყალი რეალურად არის ფიტოფტოროზის და ესეთ დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება სოკოზე მუშაობს გადასარევად და აზოტთან ერთად უნდა აერიოს. ანუ მე შევურევ ბალახიან წყალს. ხვდები? ანუ ამას ეხლა მე ვთქვათ მულჩად კი დავუფენ ზემოდან, მაგრამ გარდა მაგისა მოვრწყავ კიდე ამისი წყლით. კომპოსტი გააკეთეთ აუცილებლად. მომავალ წელს გამოგადგებათ ძალიან. დიდი მადლობა.